მივედი ჩემს საყვარელ Smart-ში პროდუქტების შესაძენად. გარდა იმისა, რომ Smart-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ, ასევე ვიმყოფები Pierre Ducanis დიეტაზეც და ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ Smart-ი მთავაზობს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც დიეტისთვის მჭირდება. შესყიდვების პროცესი კი ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ აქ ყველაფერი არის წარმოდგენილი. Pierre Ducanis დიეტაზე უკვე 6 თვეა რაც ვიმყოფები, ამ ხნის განმავლობაში დავიკელი 35 კილო და მომხმარებელს დღეს და ჩვენს მაყურებელს შევთავაზებ იმ ძირითად პროდუქტებს, რომელიც აუცილებელი არის Pierre Ducanis დიეტისთვის. Ducanis დიეტის ძირითადი პირობა არის, რომ ცილის შემცველი პროდუქტი მივიღოთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით. ცილა კი ხორცს პროდუქტებში შედის. სწორედ ამიტომ მოვედით Smart-ის გამორჩეულ ხორცის დახლთან, სადაც შევარჩევთ ჩვენ საქონლის და ხბოს ხორცს და მოვამზადებთ შემდეგ გემრიელ სადილს. აი ეს ხბოს ძვლიანი ხორცი იქნება ამიწონოთ და Ducanis დიეტის მიხედვით აუცილებელი არის, რომ მივირთვათ საქონლის მჭლე ხორცი, ან ხბოს ხორცი, ან ქათმის ხორცი, ან თევზი. ანუ რაც შეიძლება ნაკლებ ცხიმიანი რომ იყოს ხორცი. ნებისმიერი თევზი, ოღონდ არა სალათის სახით შეუძლია მომხმარებელს მიიღოს. ანუ შეუძლია მოხარშოს თევზი, შეუძლია გრილზე შეწვა, შეუძლია ორთქლზე მოთუშოს, შეიძლება ეს იყოს ცივად შებოლილი და ასე შემდეგ. ანუ სალათები იკრძალება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, იმიტომ რომ მასში დამატებითი ცხიმია და Ducani გვეუბნება, რომ ცხიმი ზეთის სახით, კარაქის სახით თუ მარგარინის სახით არ უნდა მივიღოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ დღეში 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. Pierre Ducanis დიეტის მიხედვით დღის განმავლობაში 1 კილომდე რძის პროდუქტის მიღება შეგვიძლია. რძის პროდუქტი არ უნდა აღემატებოდეს 1.5%, სწორედ ამიტომ მე შევარჩევ 0%-იანს ან 1.5%-ამდე რძის პროდუქტს. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ დღის რაციონში შედიოდეს ხაჭო, კეფირი, რძე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აღნიშნული პროდუქტისგან შეიძლება ძალიან გემრიელი სადილის მომზადება და მათ შორის დესერტებისაც ძალიან დიდწილად. Ducanis დიეტა რა 4 ფაზისგან შედგება. პირველი ეს არის შეტევის ფაზა, როცა პაციენტებს მხოლოდ ცილოვანი პროდუქტი ეჭმევათ, ხოლო მეორე ფაზას უწოდებს ეგრეთ წოდებულ მონაცვლეობის დღეებს. მაგალითად, ერთ დღეს მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს ვიღებთ, მეორე დღეს ცილას უკვე ემატება ბოსტნეული. ბოსტნეულიც ასევე შეუძლია მომხმარებელს, რომ ნებისმიერი რაოდენობით მიიღოს. ერთადერთი შეზღუდვა ეს არის კარტოფილზე. Ducanis დიეტის მიმდევარ პაციენტებს არ შეუძლიათ კარტოფილის მიღება. ჩემთვის როგორც დაკავებული ადამიანისთვის, რომელსაც მუდმივად დროის დეფიციტი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ Smart-ი გვთავაზობს უკვე მზაკერძების ფართო ასორტიმენტს. ეხლა შევიძინე მოხარშული ქათამი, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მოხარშული თევზი, მოხარშული საქონლის ხორცი, ფრეშ სალათა, წნილები. საკმაოდ ფართო არჩევანია იმისთვის, რომ დიეტაზე მყოფმა ადამიანებმაც კი შეძლონ Smart-ში თავიანთვის სასურველი პროდუქტის შეძენა.